მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა სტუმრად იმორიდასთან იწყება. გადაცემის პირველი სტუმარი კი გახლავთ ახალგაზრდა ნიჭიერი და უკვე პოპულარული მსახიობი ბატონი ზურა ნიჟარაძე. მოგზადეთ მეგობრებო. აუმარჯოს. აგედამგადი შემოგეთხოვა. აი ძვირფასო მეგობრებო, ზურა თქვენ უკვე იცნობთ როგორც ტელეეკრანიდან, ასევე თეატრის სცენიდან, კინოფილმებიდან. მე უნდა მოგახსენოთ, რომ მისი დებიუტი ამ რამოდენიმე წლის წინ თავის მეგობრებთან ჯგუფ თეატრალებთან ერთად, რომელსაც აგრეთვე ნიჭიერი კაცი გოგიტა ბუგიანაშვილი ხელმძღვანელობდა, შედგა ჩვენთან იუმორინაში. ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ იმ თავითვე უწინასწარმეტყველე, რომ ეს ახალგაზრდა კაცი შორს სწავლა. ისე კარგად აღიხდეთ ყველაფერი. მართლაც ასე მოხდა, დღეს იგი დამსახურებული სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს თავისი მაყურებლებისა, მრავალ თეატრთან თანამშრომლობს, რომელიმე რო არ გამომრჩეს, შენ თვითონ ჩამოთვალე. ჯერ უპირველეს ყოვლის მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა ბატონ ჯემალ მოწვევისთვის და ამ საოცარი გადაცემისთვის, რაც თქვენ აკეთებთ საქართველოში. პირველი იყოს რუსთაველის სარდაფი, შემდეგ თავისუფალი თეატრი, შემდეგ მოზარდ მაყურებელთა თეატრი, შემდეგ გორის თეატრი და რამოდენიმე თეატრები კიდე. გაგახარა მე ყველა თეატრში ინტენსიურადაა როგორც ხედავთ დაკავებული, გარდა ამისა, პოპულარული ტელესერიალიდან გასაგებია რომ ყველა იცნობს მის პერსონაჟსაც და თვითონ ზურას ნიჭიერებასაც ჯეროვნად აფასებს. სულ ახლახანს იგი ჩამოვიდა კინოფილმის გადაღებიდან, სადაც ერთ-ერთ წამყვანილს ასრულებდა და აი ამის თაობაზე მინდა ამით დავიწყოთ ჩვენი საუბარი. კი ბატონო. ესე იგი, ბატონ ჯემალ რაღაც კასტინგი მოხდა საქართველოში და ამიყვანეს მთავარ როლზე აზერბაიჯან ფილმი და ბელორუს ფილმი აწარმოებს ამ გადაღებას. ეს მაგათი პროექტია და ამაკავეს. წავედი ხა და ჩავედი. რეჟისორი არის აზერბაიჯანელი. თამაშობს სომეხს. ახლა უკვე ეს თქვენ ყველაფერი კარგად მოგეხსენებათ. ძალიან რთული შემთხვევა. ურთულესი ჩემი კარგო და ჩავედი. ესე იგი თამაშობ ძალიან მთავარი როლია და თამაშობ ძალიან შიშარა კაცს. აი ძალიან შიშარა კაცი როა რა ამას თამაშობ. აზერბაიჯანელი არ გვაძლევენ ამის საშუალებას და წერია ბელორუსიელის არის სცენარი. ვინმე ვარაბიოვი არის ეგეთი კაი კაცი და გასპაჯინელ ხარ. წერია მე უთხარი აქ, რომ ეს სომეხი კაცი უნდა წამოდგეს ფეხზე 41-45-ზე არის ისა. ომზი არის ფილმი. უნდა წამოდგეს ფეხზე და უნდა თქვას ეგეთი რამე. აქ ძაღლურად სიკვდილს გავიქცეთ და გვირჩევნია კაცურად მოკვდეს. მოკვდეთ, წავიდეთ. ხო წერია მე ვთქვა. ხო წერია, აქ წერია ეს. კიო, მაგრამ თქვენ ხართო ქართველი და გრუზინიო და თქვენ სხვანაირად აზროვნეთო, სომეხი ამას ასე არ იტყოდა. მე ვთქვი, ასე წერია ბატონო. აი ესე წერია. ხო, არაო. 20 დუბლი გადავიღე. 20 დუბლი. ბატონო ჯემალ და როგორც მე მინდოდა, ისე გავაკეთე ეს როლი. ვაშკაცურად თქვენ. ვაშკაცურად თქვენ ამსოდეს. ხა საინტერესო ეს არ არის. საღამოს დამიძახა ნიჟარაძე ამოდიო და ავედი. აი ესე მოწყენილები არიან აზერბაიჯანის კამანდაა რა. მოწყენილები არიან ასე და რას გეტყვი შენ იციო? შენო სომხეთში დაგედგამენ ძეგლსო. და მე აზერბაიჯანში დედას მიტირებენ. ესე იგი მართლა მაგრად შეგისრულებია. თუ ასე შეფასება მისცა. ახლა თვით ირონიას რო არ გაურიოთ არ შეიძლება რა. კი, რა თქმა უნდა. ბალანსისთვის. ამიტომ ჩემი ბატონი შეხარ, შენ ქუთაისელი კაცი ხარ. აბა როგორ გაგიშვათ აქედან ქუთაისური ისტორიების გარეშე? ძალიან ბევრია ბატონ ჯერო. ძალიან ბევრია, არც კი საიდან დავიწყო. ნუ ხა ჩვენ იმედის ტელევიზიაზე მაუწყებობ თქვენ და მანამდე იყო ერთი ეგეთი გადაცემა, ამით დავიწყებ რა. იყო ეგეთი გადაცემა, რომ გადახვა გაჩერდა და სკეჩებს თამაშობთ იქ რაღაცა ანეკდოტებს და მე თბილისში ვცხოვრობ, ქუთაისელი ვარ და თბილისში ვცხოვრობ. თბილისში ბავშვები, როცა დაგინახავენ, მოდიან და გეუბნებიან. ой, თუ შეიძლება ბოდიშ გიხდით. იქნება ავტოგრაფი რაღაცა. მოდი ფოტო გადავიღოთ რაღაცა. ქუთაისში ესე არ არის. აი ესე არ არის. არ აქვს მნიშვნელობა, დედასთან მიდიხარ, გოგოსთან, ძმაკასთან მიდიხარ. აი რო მოდიხარ ასე და ეს ქუთაისელი ბავშვი ასე. ასე დაგზვერა. აი უკვე დაზვერილი ხარ. და როგორც კი ბეჭი-ბეჭს გაუსწორდება. რომ გადახვა გააჩერე, რომ გადახვა გააჩერე. აი ესე სახეში, აი ესე
ეთამაშება, ეს არის საშინელება. ერთი გოგო მომყვებოდა და იმან მითხრა, რომ ჩემს სიცოცხლეში აღარ გამოგყვები. საოცარი ხალხია, დიდი უმორის. ეპატიებად ისინი მსახიობისთვის ემზადებიან. ძალიან ტრენაში გადიან, ტრენაში, ეგ არაფერი ეპატიება. ჩასული არ 2002-ში მამა გარდამეცვალა და ჩასული ვარ ქუთაისში და ნაცნობი შემხვდა, ახლა არც ისე ახლობელი, არც ისე ძმაკაცი, ნაცნობი და გამარჯობა ზური, როგორ ახლა? კარგად მე ვთხარ. წვერი რატო გაქვს მოშვებული? 3 თვის გარდაცვლილი მყავს მამა. მე ვთხარი მამა გარდამეცვალა და წვერი. მე მამა შენი გპარსავდა წვერსო? ჩემი გაჭირება მყოფი, რაცი არა. დადროს მაგისაც. ჩემი გაჭირება მყოფი. ერთ კაი რაღაცას მოვყვები ჩემს მეზობელზე. და საოცარი ბიჭია ხა, არ მიწყდეს, მე მგონი და. ერთი სიტყვით ადრე სხვანაირი ცხოვრები ცხოვრობდა და ერთი ორი კაცი რო მოკვდა, შემოაკვდა. მე რაღაცა აუგზალეს, ისენიც აუგზალეს, ისენიც აუგზალეს, ისენიც აუგზალეს და ნუ ერთი სიტყვით ბატონო დაიწყო. რა ქვია მაგ მომსახურებას მე არ ვიცი, მაგრამ რო გარდაიცვლება მიცვალებული და რო პარსავენ და ბანენ, ამას რა ქვია მე არ ვიცი. და ეს დაიწყო. გაპატიოსნება, ტრის არ ეშინოდა? იმიტომ რომ ახლოს იყო მკვრებთან და აქ გავიდი და ეს დაიწყო კარგად. დაიწყო და ახლა ეს პოლიფული რო ქონოდა, როგორც სიტყვია, ხო? აი ყველაფერი რო ქონოდა, ადგა და მანქანაც იყიდა. მაგრამ ესე იგი, როგორ იყო, იცი? მიქელ გაბრიელამდე ეს ამას მიყავდა. შუამავალი ეგ იყო. შუამავალი ეს აქედან იქამ. ხო და დაიწყო. და ნუ 1-5 წლის დაწყებული აქ და დაურეკეს ტელეფონზე. გამარჯობათ, სახელს არ ვიტყვი. გამარჯობათ და კი ბატონო. ასე და ასე ნინოშვილის ქუჩაზე გარდაიცვალა ქალი და მოვბრძანითო თქვენ გენაცვალეთო რომ აი ეს გააპატიოსნოთ ეს ქალიო თუ რაღაცა დაბანო თუ როგორც არის და მივიდა ჩრდილში მიაყენა მანქანა და დააყენა გადმოვიდა. გადმოვიდა ჭიშკარი როგორც შეაყო ჭიშკარი და ვიღაცამ სუქანი ქალი გადმოხდა ეგრე და ხელზე ეცდა. შეშინებულია კაცო, მტრის არ ეშინია, მაგრამ თქო ქალების ეშინია რა. ასე მოკითხე, ზოი ბიჭო შენ ვარ. არ ვიციო შენ ბიჭო. როგორი ტკივილით. როგორ დამყავდა ვიციო 15 კაცი არ გადავიდო და გადაღმა აქვე გააკეთებდა. გავიგეთ გაბატონო თქვენი ჭირიმეო. გავიგეთ მივხედავთ არ არის პრობლემა და როგორც კი გაუშვა ხელი და მეორე მსუქანი ქალი და მისი დაყოფილა ვიცი და პედაგოგი ქალი იყო. მაგის ლიანა თუ მაგის მოსწავლეები დაფარისავსებია. სასაულიგან. გავიგე გაბატონო თქვენი ჭირიმეთ ბოდის გიხდი ახლა მაცადე დიძამი მივიყვანე მაგ დრამდეო. შემოწია ხელი და კიდე ერთი ნაბიჯი რო გადადგა და სიმაგრე იგრძნო მკლავში. და ამ რომელიღაცის ამ ორი დის ქმარი სიძე. ვიჯო მომისმინო. ხოსი დედრი იყო ეს დედაფეთი. ხოსი დედრი. სხვანაირი გული და სხვანაირად მიყვა. თელი ჩემი საზმაკაცო, ბიჭო, ამას იფიცებდა. მაგის რაღაცა უნდა დამახმარა. ბოლო შენი სათქმელია ბოლოო რა. ერთი წამი შემოძამიკო გამიშხელი. ბიჭო, მე დასაბანად მომიყვანე. და თუ მირიგებთ ამ რა თვინდა? ახლა პიარე, რა სიმჭირდება? დადი, შეგენოსა, თავი. აი, წმინდა ქუთაისური ამას. აი, ზუსტ. საოცარი კაცი. ერთად მოყვები რა ეს ისტორია არც ისე გახმაურებული არ არის. ბატონო ჯემალ, ჩვენი მეგობარი იყო საოცარი კაცი და სულხან მამისეიშვილი აცხონოს ღმერთმა, ნუ კაი თამა და საზოგადო, ნუ კაი კაცი ძალიან და ძალიან და ქუთაისში და იმერეთში აქვს ყველგან უყვარდათ. და საოცარი ისტორია დამნიშნესო კაცი გარდაიცვალაო რაღაც ამაზე მოყვებით ახლა ასაც მოყვები და გარდაიცვალაო ჩემი მეზობელი და დამნიშნესო ქუთაისში ძალიან თავი კაცი ანუ სანამ ქელეხის ამბავი ამ კაცს აბარია ყველაფერი ორგანიზატორი ხო ორგანიზატორი რეჟისორი დირიჟორი ასე და ხო და ეს ყველაფერი და დანიშნეს ახლა ეს კაცი სულხანით იმათ რა ქვია თავი კაცად და ყველას აქვს ახლა მეზობელი ეგეთი ჩვენ არაფრის გამკეთებელი მეზობელი ვართ აი არაფრის მაგრამ ასე რო დადის სულ
თან ქუთაისია, ცოტა სხვანაირად დადიანი, ხო იცი და? ანუ დამავალე ბიჭო რამე, გავაგე. აგერა ვარ, ახ სანამ ვარ გამავალე რამე, დადიანის. არაფრის გამო დაავალე, ბარ გააკეთე. მაგრამ ის უნდა დაავალო პროსტო. ხო და ნუ და სულხანმა ხო იცოდა ხა ეს და უთხრა, მომისმინე წამითო, მომისმინე, გაჩერდი. ჯერ არ არის შენი საქმე. შენი საქმე არის მერეო და ამასო გაკეთებ ყველაფერს. გავიდა ერთი 3 დღე ხა პანაშვიდები დიდხანიცია ქუთაისში კურის გაჩერება და ხო და 3 დღე გავიდა კიდე დაადგა თავზე. ბიჭო დამავალე სულხანია რამეო გავაკეთებო კაცი არა ხარო. ჯერ არ არისო შენი საქმე. ერთი კიდე გავიდა 2 დღე და გამოყავთ ახლა ეს კაცი. ეს მიცვალებული გამოყავთ და ნუ ყვავილები გამოაქვთ რაღაცები ერთი ამბავი ქეთაგენა. მივიდა ეს კაცი ახლა. სულხანია დამავალე ბიჭო ყვავილებს მაინც გამევიდა რაღაცას მაინც გავაკეთებ ახლა სურას დავიკავე კუბოს დავიკავე რაღაცა დავაკავე. მიდი. არ არისო ჯერ შეიძლება სუფრასთან არის მერეო. კაი ნუ ქელეხთანაც დააჯდნენ ეს ყველაფერი და ნუ უკვე რო დგება ხალხი და სახში მიდის მაშინ დაადგა თავზე. მითხარია ბიჭო სულხანიაო რამეო რაღაცა მინდა პატები ვცეო იმ კაცო. კაცი ერახა მითხარი რამე დამავალეო. ღვინოს ჩავამატე პურსა. ახლა არის შენი დრო მოვიდა ახლა. ასეო რიგებშიო იარეო. ასე რიგებში იარეო. და თუ ვინმე დააცემინოს ბეძზე დაარტყი. მის მოსვამდე არ გეტყვი. მე ის გამგეშებელი შენ არ ახავს. უღრმესი მადლობა ჩემსულან იარადეთ ვირბასო მეგობრებო უსურვოთ შემდგომი წარმატებები ჯერა რომ ბევრჯერ გაგვახარებს თეატრში ტელეეკრანიდან და კინოეკრანიდან. წარმატებები